ვიყიდოთ ტრამპისგან კალიფორნია. ეს ის სატირული პეტიციაა, რომელიც დანიის 280,000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა გრენლანდიის მიერთების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურა და ევროპელი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ტარიფების გაზრდა დააანონსა. დანიის მოქალაქეები პეტიციით კალიფორნიისგან მზეს, პალმებს და გორგოლაჭებს ითხოვენ. ევროპული პოლიტიკური ელიტა კი თავდაცვის რეჟიმზე გადადის. ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა განგებოს ხდომა ჩანიშნეს და მოსალოდნელი ტარიფების თავიდან ასაცილებლად მოქმედების გეგმა შეიმუშავეს. დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ტრამპის მუქარის აღსრულებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ნებისმიერ საქონელზე 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფების დაწესებას. 1 ივნისიდან კი ტარიფების 25%-მდე გაზრდას ელოდებიან. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეშფოთებას არ მალავენ და ვაშინგტონს ტრანსატლანტიკური ერთიანობის დაზიანებაში ადანაშაულებენ. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის მოპოვებას გადააფიქრებინებს და დანიას ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს შეუნარჩუნებს. ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დაასუსტებს და ორივე მხარის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს. თუ ტარიფების წინაშე აღმოჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება. მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება ყოველად არასწორია. ეს არ არის ალიანსში აზრთა სხვადასხვაობის გადაჭრისთვის სწორი გზა. გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპის უცვლელ პოზიციას მიმდინარე კვირაში ევროპული საბჭოს რიგგარეშეს ხდომის ჩანიშვნაც მოჰყვა. ვაშინგტონის მუქარამ პოლიტიკური ელიტა სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაზე აალაპარაკა და ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გეგმის შემუშავებაზეც დააფიქრა. გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დასაცავად ერთად მტკიცედ ვდგავართ. ყოველთვის დავიცავთ ჩვენ სტრატეგიულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. წინააღმდეგობას გავუწევთ ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ევროპული აჟიოტაჟის პარალელურად გრენლანდიის უსაფრთხოების დასაცავად არქტიკულ ტერიტორიაზე ამერიკული ძალების განთავსებაზე ალაპარაკდა ვაშინგტონიც. ქვეყნის სახაზინო მდივანმა ტრამპისეული სადამსჯელო მექანიზმი გამართლებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებად შეაფასა. ტარიფები პრეზიდენტის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და მას შეუძლია გამოიყენოს შტატების ეკონომიკური ძალა ცხელი ომის თავიდან ასაცილებლად. თუმცა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ვაშინგტონში ყველასთვის თანაბრად მისაღები არ აღმოჩნდა. სენატორთა ნაწილმა ტრამპისეული გეგმა რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების ხელშეწყობად მიიჩნია და იმ რისკებზე მიანიშნა, რომელთა წინაშეც შესაძლოა თავად ვაშინგტონი აღმოჩნდეს. ევროპული ქვეყნებიდან ჯარისკაცები გრენლანდიაში ჩამოდიან, რათა ჩვენგან დაიცვან ტერიტორია. ჩაუფიქრდით ამას. ახლა კი ტრამპი ჩვენს მოკავშირეებს ტარიფებს უწესებს, რაც იძულებულს გაგხვდის მეტი გადავიხადოთ იმ ტერიტორიის მიღების მცდელობის გამო, რომელიც არ გვჭირდება. ზიანი, რომელსაც ეს პრეზიდენტი აყენებს ჩვენს რეპუტაციას და ურთიერთობებს, იზრდება და ჩვენს უსაფრთხოებას ამცირებს. თუ რამე არ შეიცვლება, ჩვენ მარტო დავრჩებით ყველა მიმართულებით, მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან ერთად. ევროპული პოლიტიკური ელიტა ტრამპთან ბრძოლას საპასუხო ტარიფებით გეგმავს. ევროპული ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღი ინვესტიციების შეზღუდვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას, კომპანიების ლიცენზიების შეჩერებას და ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს და არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც გავრცელდება. მისი გააქტიურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის 27 ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერას საჭიროებს, რაც ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65% შეადგენს.